ძვირფასო სტუმრებო. აი ვამთავრებთ მეოთხე კლასს და იწურება სკოლის გაცნობის პირველი 4 წელი. პირველი განცდების, პირველი წიგნის, ანბანის, მეგობრების შეძენის პირველი ლამაზი 4 წელიწადი. თვალი გადავავლეთ განვლილ წლებს და დავინახეთ თურმე რამდენი რამ გვისწავლია. პირველ რიგში ვისწავლეთ ჩვენი მშობლიური ენის დედაენის სიყვარული. ჩვენი ქართული სიტყვა ქართული სამშობლოს ფიქრი და აღმავლება. ჩვენი ქართული რუსთავის ენა, ინდიას ენა, ხაკაკის ენა. ხალხავილების ნელი შიერი ხანდია, თუმცა ხალხის ენა. სიტყვა ფრთიანი და პენდუმელი, არაქიანის ხალხი. ვისწავლეთ სამშობლოს სიყვარულზე, წინაპრების პატივისცემა, სამშობლოს მომავალზე სრულის აუცილებლობა. ჩვენამდე დღემდე ჩაჭვია გზელი, გზა ეკლიანი, ვიწრო და ბნელი. შენამდე 9 ძმა ხერხეულიძე, 300 გმირი არაგველია. მეფე დავითი, მეფე თამარი და ეს გზა ისევ გასავლელია. ნუ დაივიწყებ წინაპრის აბათს, ნუ დაივიწყებ გმირობას 1000-ს. რაც შეთის სისხლი გაღრილა, სულ არ მოვსულოთ დღემდე ადვილი. ძლავრი მდინარის ჩქერების დარდად, შენ სისხლში მაინც იჩქეფებს მარად და სანამ ცამდე არ გაბწყინდება შენი სამშობლოს ამოთხის დარი, სანამ სიცოცხლე არ მოგწყინდება, მოსახდელი გაქიცოდევალი. შენ ხარ ქართული დაშვალია, შენი სამშობლო წარვალია. ეს შენი ენა სხვაზე ძველია, შენ ხარ ქართველი და ზინელია. არ გახსოვს ოდის მეცემში, არ გახსოვს ოდის მიწყეთ სიმღერაზეც, დოროს არ მართეთ მზერა, არ გახსოვს ოდის მიწყეთ შენობა, არ მიწერე ეკოთა შენობა. ცოტა ვარ როგორც სოფლის მარილი, მრავალ ჭირნახულ გადატანილი, უფლის ყვართივით ერთი მთლიანი, წმენა დავიცვათ ვარ ქრისტიანული. არ გახსოვს ოდის ვიწყეთ შენება, არ გვიწერია გადაშენება. შევიძლიათ ცოდნა რომელიც სიმდიდრეა. მე იმისთანაც კაცი წავა თან მისდევდეს. უხარჯოდ დაუბარდოთ. ვერცავინ წაართმევს, ვერცავინ მომპარავს, ვერცავინ წინ გადაუდგება. ცოდნა ჩემი ძალხონია, სიხარული წიგნის კითხვა, ბევრი კარგი, ბევრი ავი, წიგმა იცის, წიგმა მითხრა. თები ცისკენ ამაღმართა ცაში ადგილს მზელათი წვის მიწის გულში, ზღვის სიღრმეში თუ რა ხდება წიგმა იცის. წინაპრები ხმნე რომ ყავდა მეფოლადე მხნელი მიწის სადრომელი ხალხის საქმეს წიგმა მითხრა წიგმა იცის. ადამიანისთვის ყველაფერი პირველი, დაუვიწყარი და ღირსშესანიშნავია. ჩვენთვისაც ეს დღე იყო 2021 წლის 15 სექტემბერი, როცა პირველად შემოაღეთ თბილისის 128 საჯარო სკოლის კარი. დიდი დრო გავიდა, ბევრი აღმართი ავიარეთ, ბევრი დაღმართით, წავი ბორძიკეთ კიდეც. იყო ბავშვური კამათით, გაგუტვათ, შერიგებათ. მასწავლებელი ხანდახან უხსაყვედურობდა, გვაქებდა, გვეფერებოდა. ჩვენ თქვენი ბუდიდან აფრენილი მერცხლები ვართ, რომლებიც დაფრთიანდნენ და სხვა მხარეს აპირებენ გაფრენას. თქვენს დათესილ ყანაში ჯეჯილი უნდა მოგვიბინოთ და მოსავალი მოგეყვანოთ. კვირდებით, იმედებს არ გაგიცნობთ. ახლა კი ჩვენ ამ 40 წელიწადს ბავშვობის 40 წელიწადს ზღაპრული თავგადასავლით უნდა გამოვემშვიდობოთ. წარმოგიდგენთ არჩილ სულაკაუts სალამურას თავგადასავლის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს ერთხელ ზღაპარში. მე მინდა ერთ უცნაურ ქვეყანაზე გიამბოთ, რომელსაც ქონდარეთი ჰქვია. სიმართლე თუ გინდათ ასეთ ქვეყანას, ცნობილი მოგზაურიც რომ იყოთ, ახლა ვერსად ახმოვაჩენთ. ჩვენ კი სარწმუნო წყაროებიდან ვიცით, რომ ქონდარეთი ნამდვილად არსებობდა. ქონდარეთს განაგებდა ხელმწიფე ქონდარეთი. ვამაყობ მეფულთა მომავლობა. ყველაზე მეტად ის მეამაყება, რომ ქონდარეთის მე-15 მეფე ვარ. საშილად დამწყდებოდა გული მე-14 ან მე-13 მეფე ვარ ყოფილიყავ. მე-13? კიდევ კარგი, მე-13 არაფერი. რა შესანიშნავად გამოვიყურებით, დედოფალი? ნამდვილი მზეთუნახავია ჩვენი დედოფალი. ახალგაზრდობაში მართლაც მზეთუნახავი ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ რაც დედოფალი გავხდი და ქვეყანას უფლისწული ვაჩუქე, მეტის მეტად გავსუქცი. მე ხელმწიფის პირველი ვეზირი გახდა ვარ. ბევრი რამ აქვს ამაყრამთხოვს. ქედმაღლობაში არ ჩამოვართვას. მე კი საკითხი გახავთ. დედა, მამა, მე ვაორი. მოხდი ხოთა. ჩვენ უფლისწულო. ხომარში არ ხომარ გეძინება? მეძინება სულ წინავს. ლამის ძილში გაიზარდა.
ღამით ხომს წინავს და წინავს. ამ დღისითაც იკლებს იცს. მესხაპრე. აქ ვარ შემოხამწი. ახლავე წავკითხე ჩემში მზღაპრები. ახლა წავკითხე ზღაპრებს. მოწინდაში. უფლისწული იძინებს. მომწინდეს ფუნდუშებსა და მოშიშკინა ტაფებზე ზღაპრების მოყოლა. მოდი დღეს ციცინათელების ზღაპრებს. არასდროსვენია ამ ქვეყნის შესახებ. ორი ბრძენი კინა ლოკო დაგვეხმარება. ბრძენი კინა ლოკო სასახლეში მომიყვანეთ. ბრძენი კინა ლოკო გვექნება თუ არა წასვლა? თუ წვიმა არ მოვიდა ყვალო თუთი. ბრძენი კინა ლოკო გვექნება თუ არა წასვლის მასავალი? თუ საერთო კარგი მოსავალი იქნება, კონდერიც უსათუოდ იქნება. დიდო ბრძენო კინალობა. გვითხარით? არსებობს თუ არის ციცინათელების ქვეყანა? ამე რა? არ გადაფიქრდით თუ მიხვდებით. იანია ბრძენი კინა ლოკო მისი ვერაფერი გავიდა. რაღამე დიდი თავსატეხი დაგვიჭირა. გონი ციცინათელების ქვეყანა როგორ? ღამე უნდა ვიძინოთ. ვარ თუ არა უფლისწული. ახლა მომიყვანეთ ციცინათელები ქვეყნზე თუნახავი. ყოველ მასალა და კონტი დაუდე. კონტი დაუდე, შენ დახმარება გჭირდება. უფლისწულს უნდა ეთამაშო. გამარჯობა. დაგიმარჯოს მესახებად ფულქელი ვარა. კონტი დაუდე. აბა განსხვავებია შეფსება. კონდარები ახალშები უკრავენ ფას, ჩემს თამაშს. ყველას მომწონს. შენ ჩემი გამემეორებელი მოსწავლეები. აიყარე გუთიაშია. არ მომწონს ფეხბურთი. ახლავე მომიყვანეთ ციცინათელები ქვეყნზე თუნახავი. ხოლო მასაიდად მინდა თამაში. იქნებ ცნობილ მოკრივეებთან შეხვედრამ გაახაროს ჩვენი უფლისწული. მიდი მოადე. მოგესალმებით უფლისწულო, მე ცნობილი მოკრივე მიდი მოადე გახლავართ. თქვენ მოკრივეს შეშნანიშნავი მომაცემები გაქვთ. მოქნილი და სხარტი ბრძანდებით. სამჯერ დიდი ტყის გალახვა შეძლებთ. რა უნდა გავაკეთო? კარგი მოკრივე პირველ რიგში კარგად უნდა იკვებებოდეს და ჩხუბი შეეძლო. ეგ შემიძლია. ჭამაც უყვარ და კარგადაც უყვარ, მაგრამ რატომ უნდა უჩხუბო? გრივი სპორტის ერთ-ერთი სახეობაა. მოწინააღმდეგე გესულას არ ნიშნავს ნამდვილ მტერს, მაგრამ მისი დანდობა არ შეიძლება. არ მომწონს. ხელით
Teri zari tu n-ai bzolo, sabunul gamati. არ მომწონს ჯუბი, მომშილდა, მეძინება, ჩემი სიზმარი ახლავე მომიყვანეთ, სიცოცხლე გვაყენზე თუ ნახავი. ვარ თუ არა უფლისწული? ხალი უნდა მოვწერო. ჩემი ქალიშვილი ფრიდა ნამდვილად ზეთუნახავია. მას ისე გამოვატყობ, რომ ვერც დედოფალი, ვერც მეფე და ვერც ის უქნარა უფლისწული ვერ ისნობს. ფრიდა, საერთოდ შემოგებო. აქ ვარ, მამიკა. იცი, კონდარებში დასტახარი ჩავწერო. ცურის ოპერაციებს აკეთებ. და მე რა ის მაგადგინდა ცურის ოპერაცია. ცური ჩვენი საგვარეულოსი ამაყეა. აბა რა უქნა? შენი ისედაც უამაზად იყავ, ჩემო გოგო. შენთან რაც მოვაცი ქვეყნის ზეთუნახავად. რა უნდა გავაკეთო? დღეს შენი იქნები დისანთერის ქვეყნის ზეთუნახავი. მიხვალ უფლისწულსა და რასაც გეტყვის, იმას ეთამაშები. რა კარგია, მართალია სისინათელები არ მყავს, მაგრამ თითქმის მზეთუნახავი ვარ. უფლისწულო, თქვენთან სტუმარია. შენ ვიხარ? მე ხომ თითქმის სისინათელების ქვეყნის მზეთუნახავი ვარ. გინდა უთამაშო. რა? ასკინგილა. ასკინგილა არ მიყვარს. მაშინ თნების დაწესება რა უთამაშოთ? ეგ როგორი თამაშია? შენ გაიცნო. მე გამოგეკიდები. დაგიჭერდა თნების დაგაწწყენი. კარგი, ეს არა, არც მელის დაწესკროვან არ მიყვარს. მაშინ დაჭაობა რა უთამაშოთ? კარგი, ვითამაშოთ. მომაწყვეს, ეს სიცოცხლე ქვეყნზე თუ ახავ კი არა. ფრიდა, როგორ გამენედა მოაწყვე უფლისწული? თუ გინდა გაპატიო, იპოვეთ და მოიყვანეთ. სიცოცხლეების ქვეყნის მზად თუ ნახავთ. ვიყავით მეფე. ჭიამაიები დავკარგე და მათ ზებნაში შემომართლა. და შევიცოდი, რომ მე მათი მოძებნას შევეცლო? არა, მაგრამ თუ შეგიძლია მაყომინდე გაკარგული ჭიამაიები, მადლობელი ვიქნები. კარგი, დაკარგული. და შენ ვიხარ, რა ქვია? მეც წამსი ვარ, ოღონდ სიცოცხლების ბაია მქვია. ბაია, რა ლამაზი სახელია. მე მინახავს ყვითელი, ლამაზი ყვავილი. იქ ყვავილსაც ბაიას ეძახიან. შენი კაბაც ყოფილი
ყვითელი ფოთლებისგან არის შეკერილი. მითხარი ბაია, როგორ მოპოვნინებ დაკარგულ ჭიამაილებს? ციცინათელებს გავგზავნე. ისინი უსათუოდ იპოვიან. იცი როგორი ყოჩანები არიან? აბა მოუსმინე. როცა მეტყვი ამითები, როცა მეტყვი ჩავხრები, ციცინათელა ვარ ღაბის მანათობელი. როდესაც დაგამდება, ციმციმით შემოვიბეჭ დღეს და ჩვენს დედოფალს შემოვეყოლი. სიყვარული გავყავით მეყვითა და სიმღერით. არა მართლა ეცინს გასავლაში გავახო. ჩვენ ძალიან კეთილები ვართ. ყველას ვეხმარებით. და კარგი გაგზავნიან ბავშვებს ღამით დასვენებენ. Pentru ce trebuie să faci să ჩვენი იმედი გქონდეს სალამურა. აუცილებლად ვიპოვე დაკარგულ ჭიამაიებს. რა კარგი ყოფილა ღამე. მე ჭიამაიებთან ერთად ვიძინებდი და ვუღუწებდი. ღამე არასდროს მინახავს. მე კი ციცინათელებთან ვიჭრე და ვიყიდე. აბიტე არასდროს მინახავს. ღიად მინახავს, მაშინ მზეც არ გექნება ნანახი. არც მზეს როგორ ნახავ? შენ უსათუოდ უნდა ნახო მზის ამოსვლა. როგორ? მე ციცინათელებს მოვუვი. შენ დაიძინებ და გამთენიისას ერთად ვნახოთ მზის ამოსვლა. ბაია, ვიპოვე დაკარგული ჭიამაიები. ისა და ხამის გასაყართან ერთად. სად იყავ? იცი რამდენი გეძებე? ჩვენს გეძებით, როცა ამიტის გასაგება წავედი, ჩამოვაღამდა. არ ვიცოდით, სად წავსულიყავით და ჩაგვეძინა. ეს იმა ციცინათელა. ვიპოვეთ ისინი ამარა. ახლა იქნებოდით. ღელავდით, ჩვენც ხომ ძალიან გვყვარს ჩვენი პატრონი სალამურა. როცა ის უკრავს, თელი საყვარელ საოცარჰანგებშია დახვეული. ისეთი თვილი და გულკეთილი და ჩვენი სალამურა გვიგლის გვეფერება ჩვენთან ერთად იძინებს და იმუშავებს. არ ჩვენ დას სალამურა ერთმანეთს გადაშებებია. პატარა ბავშვებს ხელში აუყავართ და გვეუბნებიან. ჭიაჭიამაია, ხვალ როგორი დარია? ამ დროს ჩვენ ვცნობთ თუ როგორი ამინდი იქნება ხვალ. თუ კარგი ამინდი იქნება ხვალ, გავშვით თებს, ცაში აუფრინდები და შევიდეთ. თუ არა დავად, მოვიწილები დაღონებულები, ნეტარიცები, ასუდია მოწერილობა. რა კარგია რომ ვიპოვეთ მადლობის ნიშნად გიმღერებთ მეგობრებო. ამბები დადრიალდა. ქონდა ციციცის რჩები. ციცინათელების იძეთ უნახავს მთელი ღამე ეძებდნენ მსახურები. სად არიან ეს? ბოლოს დღესთან ახლოს იტყვის. მოიტანეს და სასახლეში მოიტანეს. მოიყვანეს. ციცინათელებმა ეს ამბავი სალამურას შეატყობინეს. სალამურა მაშინვე გაემართა ბაიას დასახმარებლად. მოგიყვანეთ ციცინათელების ქვეყნის ზეთუნახავი. ეს არ გქონთ ციცინათელების ქვეყნის დედოფალს. კითხე საიდან არის? რომელი ქვეყნის მფარველია? აქია, გოგონა. ვინ ხარ?
მე წყემსი არ შეიძლება იყოს მზეთუნახავი. სამწამსი და სამწეთუნახავი. წყემსი ყოფილა. აკი ციცინათელების ყოფნის მზეთუნახავია. ეს გოგონა, ჩემმა შიკრიკებმა მოიყვანეს. მიხარი გოგონა. მინახავს უზერე. არა, არ მინახავს. რა ქვია გოგონა შენ ქვეყანას? ციცინათელების ქვეყანა. გონი მართლა ციცინათელების ქვეყანა. წესი და მზეთუნახავი, ყველა მზეთუნახავი ხელმწიფის ასულია. და თუ ხელმწიფის ასული არ იქნება, პირველი ვეზირის ასული მაინც უნდა იყოს. სულ ერთია. წყემსია თუ ხელმწიფის ასული, თუ გემზე არ უნახავს, უსათუოდ მზეთუნახავია. ჩემ შვილს დაუძახე. თავად ქონდა რუხი იტყვის ვინ არის ეს გოგონა. მხოლოდ მან იცის ვინ და ეს იქნება. აბაშვილო, მითხარ ვინ არის ეს გოგონა? ეს ხუთი სიათრადუქა იმზეთუნახავია. გინდა ასკინკელა ვითამაშოს. არა, აგიტა. როგორ შეიძლება უმრესტმა? ახლა ვეთამაში ასკინკელა. მე გავუცევი, შენ ცალიფეხი დამედევნები. შენ თუ ორი ფეხით იყვნენ, მე ცალი ფეხით როგორ დაგიჭე? წამაქსია. გავაძევოთ სასახლიდან. ეს ვიღა? აქ რა ხდება? გაია, ხომ არაფერი დაგიშალეს. საუბრა როგორ მომენატრა? კი ამოიებიც და ციცინათელებიც როგორ მომენატრა? შენს წასაყვანად მოვედი, ბაია. წაიყვანეთ ეს მზეთუნახავი. ბაია, ნამდვილი მზეთუნახავია. მას არასდროს უნახავს მზე. ის ციცინათელებთან ერთად იძინებდა და იგუძებდა. მე მას დაუპირდი, რომ მზის ამოსვლას ვანახებდი და მის წასაყვანად მოვედი. გოგო, მას არასდროს უნახავს მზის ამოსვლა? ანუ არასდროს უნახავს აისი. რიჟრაჟი. ადიოდი, ცისკარი. განთიადი. წარმოუდგენელია, რა სამწუხაროა. მაშინ წაიყვანი და შეასრულე შენი განაპირები. რატო უნდა წაიყვანოს? ახლა წიწკრობოლას თამაშია. რა დროს თამაშია გქონდა? ამ გოგოს არასდროს უნახავს მზის ამოსვლა და სალამურამ დღეს პირველად უნდა ანახოს. რა ბედნიერია. ნეტა თუ მოეწონება? რა თქმა უნდა მოეწონება. ჩვენ უკვე შევეჩვიეთ. დექს სალამაზი, აღარ გვეჩვენება. მაინც ლამაზია. არაფერი შეძრება პირველად გართეს ეხავეს. რა ბედნიერია. ბაია, ცისკარი დგება, ჰენდება, ზიამბობს. რა ლამაზია, საოცრობა ყოფილა აის. აი თურმე როგორია ზე. Deli, deli, deli,
Santa